აა იცით სხვა შორის ელენე ხუსტარიას სიტყვები მინდა გავიმეორო. ხა ელენე ციხეშია, ისევე როგორც ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი და ადამიანები, უბრალოდ უდანაშაულო ადამიანები. და ელენემ ძალიან კარგად ახსნა და თქვა, რომ ჩვენ თუ მივცეთ საშუალებას საბოლოოდ ამ ქვეყანაში დამყარდეს დიქტატურა, მაშინ რა თქმა უნდა დამყარდება დიქტატურა. თუ ჩვენ ვიქნებით, ვისუნთქებთ, ვიბრძოლებთ, გავაკეთებთ ყველაფერს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, მაშინ რა თქმა უნდა დიქტატურას ექნება ყოველთვის მოკლე ფეხები და ყოველთვის ის იქნება გაცილებით უფრო შეშინებული, იმიტომ რომ იცის რა, რომ ქართველი ხალხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანი მის ზურგს უკან სუნთქავს. ამიტომ მე მაინც ამ სიტყვებს დავეთანხმებოდი, იმიტომ რომ თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში საბოლოოდ ეხლა ხშირად მესმის ხოლმე, რომ აი რაღაცა საბოლოოდ დამყარდა დიქტატურა, საბოლოოდ გაფორმდა რუსული რეჟიმი. ყოველ შემთხვევაში გაფორმების მცდელობასთან ნამდვილად გვაქვს საქმე. მცდელობა არის, მაგრამ თუ ჩვენ ამას ვიტყვით და თუ ჩვენ ამას გონებაში მაინც დაუშვებთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ესე იგი დავმარცხდეთ, მაგრამ ჩვენ ვერ დავმარცხდებით, არ დავმარცხდებით, იმიტომ რომ საქართველოში არის გაცილებით უფრო სხვა მდგომარეობა, სხვა ადამიანები და მე ყოველთვის აი თქვენს კოლეგებს ვეუბნებოდი გუშინ წინ თუ არ ვცდები ერთ-ერთ ჩართვაზე, რომ რაც არ უნდა, რამდენი ხალხიც არ უნდა გამოვიდეს, ვთქვათ, რუსთაველზე თუ ნებისმიერ სხვა არ ვიცი, სხვა პროტესტის დროს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ერთი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის უმრავლესობაში, იგი არის უმცირესობაში და 2024 წელს გაყალბებულ არჩევნებზე ჩვენ გაცილებით მეტი ხმა ავიღეთ ოპოზიციამ და ეს ხმები და ეს გაბრაზებული ადამიანების, ასე ვთქვათ, რაღაც შინაგანი мотиваცია ეკა არსად არ წასულა. მე მესმის რომ შეიძლება ეს ცოტა სხვანაირად ჟღერდეს იმ ადამიანებს. ხო, რამდენად აისახება ეს პროტესტის მასშტაბზე ყოველდღიურად, ამასთან დაკავშირებით არის, რა თქმა უნდა, ეს წუხილები, თუმცა აი 28 ნოემბერი მოდის, დიდი აქციაა დაანონსებული და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ხალხი გამოვა ქუჩაში და საინტერესოა ქართული ოცნების მომხრეებს თუ დარჩათ ასეთი მათ, იმიტომ რომ მათი მომხრეები ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში შემოიფარგლება ადამიანებით, რომლებიც მათგან გამორჩენას ცდილობენ, უფრო ძირითადად ასეა. აი ისინი თუ აცნობიერებენ ეხლა მაინც ამ ეტაპზე, რომ ოცნება არ არის პროევროპული ძალა. უფრო მე სხვანაირად ვიტყოდი, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ერთწლიანი პროტესტი, როდესაც ჩემს მეგობრებთან საუბრობ განსაკუთრებით უცხოელებთან, ეს არის ყველაზე უფრო ალბათ განმაცვიფრებელი რამ, იმიტომ რომ არსად არც ერთ ქვეყანაში ამხელა ასეთი ხანგრძლივობის პროტესტი არ ყოფილა, ეს ერთი. მეორე, ქართული ოცნების მომხრეების დინამიკას თუ დავაკვირდებით ჩვენ სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით, ანუ რეალურად იმ ქორმომხრეების, რომელზეც იდგა პრაქტიკულად რეჟიმი, ჩვენ ნახავთ, რომ მათი, ვთქვათ, რაღაცნაირად შერყევა, მათი შინაგანი ამ რაღაც ძალიან ესეთი სერიოზული პროპაგანდისტული ხაზის არსებობს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი როგორ ყვევავს თავის ადამიანებს ეკა, ხო, ანუ თავის მომხრეებსაც გაცილებით უფრო ართვლის ადამიანებად, ვიდრე ვთქვათ, ჩვენ გვიჭერს, გვარბევს, ზალადობს ჩვენზე, მაგრამ მათ უფრო ადამიანებად ართვლის, იმიტომ რომ სალაფავს, რომელსაც გამოუდგავს, ხო, აი მორიგი სალაფავი გამოუდგა დღეს მაგალითად, რომ თქვა რომ რიკოთიეს სამტრედია გრიგოლეთის ხაზზე მონაკვეთზე ადამიანები ფულს აკეთებენ და დავიჭირეთ ხა ქარსელაძესთან უნდათ მისვლა და ლილუაშვილის კადრებს ებრძვიან და ლილუაშვილის კადრებს ათავისუფლებენ. თორე ტრანსპორტის დეპარტამენტის თუ სამსახურის უფროსის მოადგილის დაკავებაზე ამბობთ და კიდევ მთლიანობაში 5 პირია დაკავებული. მე ვნახე სხვათა შორის თქვენი სტატუსი და მეც გამახსენდა ქარსელაძე ყავდათ რიკოთის თემაზე სწორედ პარლამენტში დაბარებული და რა ხდებოდა იქ?
ხო და მთელი 8 წლის განმავლობაში მარტო ჩვენ მე კი არ და ბატონი რომანია ვინმე სხვა კი არ ლაპარაკობდა, მთელი ოპოზიცია საუბრობდა იმაზე, პარლამენტში გარეთ თუ არ ვიცი რა ვიცი, ყველა ადამიანი ვინც კორუფციაში ძალიან კარგად ლევან ხაბეიშვილი იკვლევდა ამას ძალიან კარგად და ყველა ამბობდა იმას, რომ რეკორდსა და ზუსტად განსაკუთრებით ამ მონაკვეთზე, სადაც ხიდი ჩაინგრა, ფული შეიჭამა და ფული ასე ვთქვათ გაქრა, ხო? ანუ ეს ალაფავიც ხო მორიგი ძალიან სერიოზული დამცირებაა ქართული ოცნების მომხრეებისთვის. ანუ ღარიბაშვილი, ლილუაშვილი საქმე მე დარწმუნებული ვარ, გომელაურსაც აუცილებლად მიადგებიან. ესეც ხო განსაკუთრებული სალაფავია, იმიტომ რომ მე რატო ვახსენე ახლა ეს კომიტეტის ხდომა და მოსმენა, ხო? მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ მაშინ ეხლა სუსის თავმჯდომარე თუ ვინც არის, არ ვიცი, ეგრეთ წოდებული რეჟიმის სუსის უფროსი დინარაძე იყო ფრაქციის თავმჯდომარე ქართული ოცნების, კომიტეტის თავმჯდომარე ვინც იყო, სადაც ჩვენ დაგვესიენ მთელი ეს ქოცები ამ კომიტეტზე, ის არის საიმის, რა ქვია, ერთ-ერთი რეჟიმის მინისტრი და ყველა ის ადამიანი არის ისევ ქოცობაში, ანუ ისევ რეჟიმის წარმომადგენელია, არსად არ წასულა. და დღეს როდესაც გვიცხადებენ, რომ აი ეს რიკოთი, გრიგოლეთის გზა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რაღაც ხიდები, ანუ აი ამ ყველაფერზე როდესაც საუბრობენ და საფრთხე ადამიანებს რა შეექმნათ იმის გამო, რომ იქ ფული შეიჭამა, ამაზე ხმას არ იღებს და კითხვაც არ უჩნდება ნეტავ არავის, აი ესეც არის ძალიან საინტერესო, ხო? აბსურდით არის სავსე ეს ყველაფერი, ეს კორუფციასთან ეგრეთ წოდებული ბრძოლა, ყოველ შემთხვევაში ასე აქვს ოცნებას, ცდილობს ასე შეფუთოს. მართლაც აბსურდია ეს ყველაფერი, იგივე მე ბაკურიანი ვახსენე და აუცილებლად ამასთანავე უნდა ვახსენო, რა რითი ვართ დაზღვეულები, რომ კატასტროფის წინაშე არ აღმოჩნდებით იგივე ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით. რა საფრთხეებია, რა რისკებია, როდესაც ამაზე არავინ არ საუბრობს, ხატია. აი რა სიტყვით. ეცით რამ, ყველა მთელი ეს თავისი ღარიბაშვილის საგა, ლილუაშვილი ღარიბაშვილის საგა, ოქროს ზოდების საგა არის წარმოუდგენლად დამამცირებელი ქართული ოცნების და რეჟიმის უпростоრად რეჟიმის იმ წარმომადგენლებისთვის, ვინც პროპაგანდისტულად ძალიან დიდი ხანი მათ ამართლებდა, ხო? იმიტომ რომ ეს დინამიკა სოციალურ ქსელში არსებობს. ასევე ჩვენ არ დაგვავიწყდეს მართლაც, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ რაც არ უნდა ძალაუფლების მონოპოლიზაციაზე და კონსოლიდაციაზე იფიქროს ბეძინა ივანიშვილმა კობახიძის ხელში, მანაც ძალიან კარგად იცის, რომ კობახიძის, ასე ვთქვათ, ბალანსი მასას თვითონ უწევს, იმიტომ რომ რატო არ დააკავა ღარიბაშვილი და ლილუაშვილი. და მერე სამაგიეროდ რაღაც ღალატის თუ რაღაც აბსურდულ ბრალდებებზე ოპოზიციის ლიდერებს დაუწყო კვლავ დევნა იმ ადამიანებს, ვინც ციხეში ეს ხო გააკეთა ორი რამის გამო. ხო ეს იყო პირველ რიგში ევროკავშირის გაფართოების, ასე ვთქვათ, ზურა ჯაფარიძე დღეს წერს ზუსტად ამას, ანუ ეთანხმებით თქვენ. ანგარიშის პასუხი იყო ეკა პირველ რიგში და მეორე ეს იყო შიგნით მომხრეებისთვის ასევე რაღაცნაირად თითქოს დამაწყნარებლად გადაგდებული ლუკმა, რაც სხვადასხვა არ შეჭამეს მომხრეებმა, იმიტომ რომ რაც არ უნდა პროპაგანდა გაუშვა, მაინც კორუფციული ეს ამხელა ფული ადამიანების ჯიბიდან ამოფხეკელი და ეს ძალიან სერიოზული სოციალური უთანასწორობა ჩანს და იგივე არაბულ ინვესტიციებზე. ხა მე არ ვიცი, ინვესტიციების ბუმი დაიწყო ჩვენი მმართველობის პერიოდში და მე ყოველთვის მომხრე ვარ ინვესტიციების, მაგრამ პირველ რიგში მე რაც მაწუხებს როგორც საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკოს და ადამიანს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე, ასე ვთქვათ, რაღაცა მომავლის სახელმწიფოზე, ან ყველას ერთად უნდა ზრუნავდეს, ხო, არა მხოლოდ მე. ეს არის ძალიან დიდი უთანასწორობა, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, აგდებული, აბუჩი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, როდესაც ამხელა უთანასწორობაა სოციალური, როდესაც ადამიანებს წამლის ფული არ აქვს, როდესაც ეკონომიკა და სიღარიბე არის ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი გამოკითხვაში, როდესაც ეს ხელშეკრულებაც კი, ასე ვთქვათ, ინვესტორთან თუ არ ვიცი, მე ჩუმეყარება საერთოდ ამარხებული ინვესტიციების, იმიტომ რომ ასეთი და ამ
როგორ ვთქვათ, ამ კომპანიის მიერ ეგრეთ წოდებული ინვესტიციები და ჩადებული ფული შემდეგ რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, დღემდე დიდი პროექტები ჩვენ არ გვინახავს სხვადასხვა ქვეყანაში და ეს და უთანასწორობა შეუსრულებული ვალდებულებებიც არის ამაზე ინტერნეტში ინფორმაციის მოპოვება ბევრ ქვეყანაში, ევროპის სირთულეს. რამდენიმე ქვეყანაში იყო ეს თუ არ ვცდები, ეს იყო სერბიაში, ეს სერბეთში, ეს იყო ბულგარეთში და ზოგადად რატო უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ხელშეკრულება გასაიდუმლოებული, თქვენიც ასევე რომ ხელშეკრულება გაზპრომთან არის, ხო? ზუსტად ეს გამახსენდა სხვათა შორის გასაიდუმლოებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით პირველი ეს იყო, რაც მეც გამახსენდა ცხადია. ხო, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ესეთი დამოკიდებულება ადამიანებთან, ხო, ეს აუცილებლად არის რაღაც დალექილი ადამიანების ცნობიერებაში. ამიტომ შიგნით, ანუ ის ფაქტორები, რაზეც ახლა მოდით ჩვენ ვთქვათ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ რეჟიმის საბოლოო დიქტატურის დამყარებაში ჩვენ რაღაცნაირად ხელი შეუშალოთ ყველამ ერთად, ეს უნდა ჩამოვთვალოთ და ეს არის აუცილებელი. რა არის ეს ხატია, რას ფიქრობთ და არის თუ არა ეს ის რაც დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა სარჩელების შეტანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ეს რას ემსახურება? მე ვფიქრობ, რომ ბევრი კითხვა გაჩნდა სხვათა შორის პროპაგანდისტულმა მედიამ ძალიან აიტაცა ეს თემა, რომ რაღაც გარკვეულწილად აღიარებას დაუკავშირეს მათ, მაგრამ რეალურად რას ემსახურება და რამდენად არ ვიცი ხა შედეგზე ალბათ არ არის გათვლილი. მე ლევანს ვუსმენდი, რომელმაც თქვა, რომ სტრასბურგში ბრძოლის გასაგრძელებლად. კი, ეკა, მნიშვნელოვანია დავა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნებისმიერი შიდა მექანიზმი უნდა ამოიწუროს იმისთვის, რომ მე სტრასბურგში გაგრძელდეს დავა. ეს ძალიან მარტივი, ესე ვთქვათ, ჩვენთვის სამწუხაროდ ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს რაც უფრო ეს გზავნილი, ვთქვათ, ნებისმიერი გზავნილის პენეტრაცია მოხდება და რაღაცნაირად ჩაშლა და მათ შორის იმ ღალატის კომისიაზე, რომელიც თეატრულუკიანმა შექმნა, ქოცევმა შექმნეს და სხვათა შორის ამ სარჩელზე, რომელიც ქოცევმა წაიღეს მერე საკონსტიტუციო სასამართლოში, დიდი ყურადღება სამწუხაროდ ჩვენ იმდენი პროპაგანდისტული რაღაც ტყვიამფრქვევი მოდის საინფორმაციო მასალის ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან, რომ ვერ ვამახვილებთ ხოლმე სათანადო ყურადღებას, მაგრამ იქ ძალიან სერიოზული სამი ფაქტორია ჩამოთვლილი და აქედან ორი არის ისტორიული ფაქტორი. ეკა, ეს არის პირველი 2008 წლის ომი, რომელშიც თავიდან ბოლომდე სააკაშვილის ჩვენი ხელისუფლების ბრალეულობა აღწერს ბრალეულობას ქართული ოცნების რეჟიმი და მეორე უკრაინასთან, ასე ვთქვათ, უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა, სადაც უკრაინა არის რაღაცნაირად აგრესორად წარმოჩინებული და არ არის წარმოჩინებული მსხვერპლად, როგორც არის, ხო? ანუ ეს ძალიან სერიოზული ისტორიული ფაქტებია, რომელიც რუსეთს შეიძლება სხვათა შორის ჰააგაში გამოადგეს შემდეგი უკვე დავებისთვის და ეს ნამდვილად ასეა. თქვენ საუბრობდით რა უნდა ვქნათ ამ ვითარებაშიო და რამდენიმე რამე არის გასაკეთებელიო, მოდით ამ ეს ჩამოვთვალოთ ახლა ხათია. ამიტომ მე მინდოდა ეს ზუსტად ეს მეთქვა, რომ ყველანაირი, ასე ვთქვათ, აქტიური საინფორმაციო ველი შევსება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის ეს დავაც შიდა, რა ვიცი, მექანიზმებით, რომ საქართველოში სასამართლოს რო არავინ არ ენდობა და არც ერთი, ასე ვთქვათ, სულიერი ყველა ადამიანი, მათ შორის რეჟიმის პროპაგანდის გავლენის ქვეშ ყოფიც კი ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ რა არის გასაკეთებელი, ეს არის საერთო სახალხო რაღაცნაირად ერთობის კონტურების გამოკვეთა პირველ რიგში, იმიტომ რომ პარტიული სახალხო ერთობაში გულისხმობთ თუ არა რაღაც პოლიტიკოსების გარეთ დარჩენილების ყოველ შემთხვევაში ინტეგრაციას. ყველას ეკა, იმიტომ რომ აქ ნებისმიერ დროს სხვათა შორის ახლა არ ვიცი, ლაშა საუბრობდა უსმენდი, სანამ თქვენთან შემოვიდოდი ეთერში და მე სულად ვიზიარებ, რომ წინა საარჩევნო 2024 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაშინაც ჩემი აზრით, მე და შენ გვისაუბრია ამ თემაზე, ეს იყო ორი ძლიერი ბლოკის, თუ ვთქვათ, ერთიანი ის არა, ორი ძლიერი ბლოკის გამოკვეთა, რაც ალბათ თავისთავად ძალიან ალბათ სხვა სურათს შეიტანდა, მაგალითად, გაცილებით უფრო ძლიერი გახდებოდა ოპოზიცია. ასევე ნებისმიერი ფრაგმენტაცია ეს იყო, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ძალიან სერიოზული ჩანაფიქრი, მაგრამ იმისთვის, რომ პარტიულმა ხაზებმა აღარ დაყოს ეს საზოგადოება და აღარ გამოიკვეთოს
პარტიული ხაზების მიერ რაღაცნაირად გაყოფა, იდენტიფიცირება, იმიტომ რომ პარტიებს ისედაც აუქმებს და გახსოვთ მე და თქვენ საუბრობდით, რომ ნებისმიერი პარტიული რაღაცნაირი ისტაბლიშმენტის გაერთიანება იქნება, სიები იქნება თუ ეხლა უკვე რელევანტური აღარ იქნება თქო, მალე თქო ჩარწინია. მაგრამ რესურსი ამისი თუ არსებობს, თუ ეს არის უბრალოდ სურვილი. მობილიზაცია, საერთო სახალხო რაღაცნაირად მოძრაობა, ყველა ადამიანი ვინც ჩართულია ამ პროცესში, ამ ადამიანების ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ერთი. რესურსი არსებობს ამისი. არ გვეგონოს რომ სანქციებზე საერთაშორისო მიმართულებით რაღაცნაირად მხოლოდ სტილია, ხო, მხოლოდ რაღაცა გაჩერებაა და არაფერი არ ჯერჯერობით არ ხდება. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ ხდება და პირველ რიგში ხდება ის, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი ძველი ვალები, რომელიც მას აქვს რუს ოლიგარქებთან, ამ ვალების გადახდა მოუწია ეხლა და მოუწევს კიდე ძალიან ბევრჯერ, იმიტომ რომ მაგალითად საქართველოში რუსული ნავთობის შემოსვლა, გაჩერება, რაღაცა საქართველოს სპორტების მათი ამ ნავთობის ნავსაყუდლად გადაქცევა, ეს არის ივანიშვილის პირადი დავალება, ჩვენ აუცილებლად ეს უნდა გვესმოდეს. ამიტომ ამ სანქციების კონტექსტში ეხლა მუშაობა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს იმაზე, რომ ივანიშვილი დასანქცირდეს ზუსტად რუსული ნავთობთან ვაჭრობის ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, ფართო გაგებით რუსეთის ომის მანქანის გაძლიერებისთვის და ეს უნდა იცოდეს ქართული ოცნების. ანუ ერთობა, საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სანქციების გააქტიურება და ალბათ უწყვეტი პროტესტი. მესამე ეს არის პროპაგანდასთან ძალიან აქტიური დაპირისპირება, საინფორმაციო ველი შევსება, ყველაფერი ის რაც აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქისთვის, იმ მოქალაქისთვის, რომელიც შეიძლება რაღაცნაირად ამ ვთქვათ ქსელის იქით არის, ხო? ანუ არ არის აქტიურ პროტესტში, არ არის პოლიტიკურად რაღაცნაირად აქტიური, არ ესმის საკუთარი გადარჩენის გარდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემები აქვს. ეკა, თავარი პრობლემა ჩვენ ქვეყანაში ახლა რაც გამოიკვეთება და რაც მართლა რომ ივანიშვილს ჩაუვარდეს ბოლომდე ხელში ამ რეჟიმს, ამ რუსული რეჟიმის რაღაცა თავის პროქსებს, ეს იქნება უდიდესი სოციალური უფსკრული, იმიტომ რომ ეს უდიდესი სოციალური უფსკრული უკვე ძალიან სერიოზულად უკვე ძალიან შესამჩნევია სხვათა შორის. უნდა დავასრულოთ ხატია და მოდით თქვენს კითხვას, აი მინდა ქოცების გასაგონათას ვთქვა, ხო? ანუ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ოქროს ზოდები, რომელიც იპოვეს ღარიბაშვილთან და დღემდე ჯიპით დადის, ხოლო ჩემი მეგობრები ციხეში არიან და ბევრი უდანაშაულო ადამიანი. რა განსხვავებაა ამ ოქროს ზოდებსა და პირადად ბიძინა ივანიშვილს ან შავ ფულს რო უხდიან ამ მინისტრებს, პირადად ვთქვათ რაღაც პარტიული ოფშიაკიდან ბოდიში ამ სიტყვისთვის, ჟარგონისთვის, ან თვითონ ჯერ ბიძინა ივანიშვილი უხდიდა ძალიან დიდი ხანი, აი ამ ფულს შორის არაფერი განსხვავება არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რომ დეკლარაციებშიც კი, რომელსაც არ ავსებენ ბოლომდე ქოცები, ამ დეკლარაციებშიც კი რამხელა წარმოუდგენელი ქონებაა. ამიტომ ეს დიდი სოციალური უფსკრული, როდესაც გაიზრდება და იზრდება პრაქტიკულად და ეს ინვესტიციებიც, რომელზეც ეს ლაპარაკობენ ძალიან დიდი ხანია, სხვათა შორის წარმოუდგენლად პროპაგანდისტულად, უკვე იმდენად სამარცხვინოთ ამართლებენ რაღაც, აი ხაინდრავას ჩანაწერი ვნახე, წარმოუდგენლად სამარცხვინო და გულის ამრევია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა ესმოდეს ყველას, მასწავლებელსაც, მინდოდა ორი სიტყვა მასწავლებლებზე, ლექტორებსაც, უნივერსიტეტის იქნება თუ ნებისმიერი სხვას, რომ ეს პროპაგანდისტული რეჟიმი რუსული საცეცებით სოციალურ უთანასწორობას ისე გახლეჩს და ისე გაზრდის, რომ ერწმუნეთ, რომ ის რაღაცა ხელფასს რო უმატებენ და პენსიებს, კაპიკებით და ინფლაციის დონე როა 10 წლის შემდეგ გაზრდილი კატასტროფულად ეს რო არავის არ ესმის, ეს ყველაფერი გაცილებით პრობლემაა იქნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დიქტატურას კიდევ ერენეს უწყობს გავიმეორებ, რა ძალიან მნიშვნელოვანი თქვა სხვათა შორის, დიქტატურას სანამ ჩვენ ვარსებობთ, ვერ დაამყარებს. მადლობა დიდი. ჩვენ ვიარსებოთ ძალიან დიდ ხანს. მადლობა ხატია